აი მე ღმერთო შესაძლოა ნაცვალე გადახილი არ დამხდეს ეს თორე შეიძლება ჭუინა გადავიდე. იმხელა 5 არის რომ არ მეტევა შემოსასვლელში რომ შემოვიტანო. შეიძლება გავგეშდი ხა ჩემე. აჰო როგორ მიხარია. გაგიტყვენი დედა მოგესალმებით მეგობრებო დაბრუნდით განყუთვის ვიდეოებით უკვე ჩემს არხზე ტრადიციასავით ჩამოყალიბდა როდესაც ტაობაუდო და პინდოდოდან ვიწერ რაღაცა გარკვეულ ნივთებს და მე თქვენ გაჩვენებთ ამას ოღონდ არ ვიწერ ესე რენდომად ვიწერ იმას რაც მე მჭირდება ოღონდ ეხლა ამ მომენტში იქნება რადიკალურად განსხვავებული გამოწერის ვიდეო იქიდან გამომდინარე რომ მე ამდენი ფული არასდროს დამიხარჯავს არამც თუ გამოწერისას, არამედ შოპინგის დროს. ტასაცმელს და ეგეთ რაღაცებს მირჩევნია ყოველთვის ტექნიკა ვიყიდო და მაგით უფრო ბედნიერი ვარ მოკლედ რა. ამ მონიტორს ველოდები რა ერთი თვე ნახევარია, 2 თვე დაახლოებით და ერთ სული მქონდა როდის ჩამოვიდო და აი უბედნიერესიო. შეიძლება სახეზე არ მეტყვინდი რომ ახალი გამოძებული ვარ. საკმაოდ დაცული ჩამოვიდა. ეს მონიტორი არც კი გამოსულა ოფიციალურად. აი მე ღმერთო ხა შეიძლება გავგიშდე. ეს რა არის? ეს რა არის? ნუ ეს სტენდი, აი ესეთი ყელი სტენდი აქვს. ძალიან ძერსკია ეს სხვათა შორის. ხა პირველი გადახსნა არის ხა და აი მე ღმერთო შესაძლოა ნაცვალე გადახილი არ დამხდეს ეს თორე შეიძლება ჭუინა გადავიდე. აუ ხალამაზი ამას შეხედეთ უკნიდან. აი მე ო მაი გად. ვაუ მივთავ. მეგობრებო რა გავაკეთო? არ ირთვება და შეიძლება გავგიშდე ახლა. შეიძლება გავგიშდე ახლა ჩემე. ბიჭო ვერთავ მონიტორს რა გავაკეთო. ჩაირთო ბიჭო არ გავგიშდე ახლა. კაბელის ბრალი იყო წარმოიდგინეთ. გაგიტყვენი. მეორეთ ეკრანიც Asus-ი მაქვს და იგივე კაბელი მოყვება იმასაც დაახლოებით და ის შევაერთე ახლა ამაზე. და ჩართო. ზედაპირულად გეტყვით ამ მოდელის მონაცემებს. აქვს 280 Hz და 2K რეზოლუცია, რომელიც Full HD-ს ბევრად ჯობს. ახლა თქვენ რასაც უყურებთ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ჯობს ეს OLED ეკრანი IPS ტექნოლოგიას. ვინც არიცით, ეს არის LG-ს ახალი თაობის მატრიცა Tandem OLED, რომელიც უკეთეს სიკაშკაშეს იძლევა QLED ტექნოლოგიასთან შედარებით, მაგრამ მხოლოდ დადებითი მხარეები არ გააჩნია OLED ტექნოლოგიას. ის დროთა განმავლობაში იწვება და შეიძლება მკვდარი პიქსელები გამოჩნდეს იმაზე ადრე, ვიდრე ეს IPS ტექნოლოგია. თუმცა ამ კონკრეტულ მოდელში Asus-ი გვპირდება, რომ 60%-ით უფრო დიდ ხანს იცოცხლებს, ვიდრე წინა თაობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ეკრანებში საუკეთესო მოდელად არის დასახელებული მის კატეგორიაში, ეგრეთ წოდებული gray bending-ის პრობლემა გააჩნია მასიურად, რაზეც ხშირად იწერებიან Reddit-ის ფორუმებზე. ამიტომ, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, აუცილებლად კარგად მოიძიე ინფორმაცია იმ მოდელის შესახებ. რაღაცები იმაზე ადრე გავხსენი, ვიდრე ვიდეოს ჩავწერდი, ამიტომ უნდა მომიტევოთ, რაღაცებზე ვერ შევიკავე თავი მეგობრებო. ერთი გამოვიწერე აეროგრილი, ვინც ჯანსაღად ცხოვრობს და ვისაც უნდა რომ აი ცხიმის გარეშე და მსგავსი რაღაცების გარეშე ჭამოს. მისთვის აეროგრილი არის საუკეთესო არჩევანი მოკლედ რა და ჩამოვიდა ეს აეროგრილი აი ესე ვინც გამოწერთ ისეთ ტექნიკას რომელსაც ჭირდება დიდი ელექტროენერგია ანუ ვატი იცოდეთ რომ გაგიჭირდებათ ამისი ამუშავება იმიტომ რომ სპეციალური გადამყვანი დაგჭირდებათ რომელიც 100-დან გადმოყავს ჩვენებურ იმაზე რა დენზე ასე ვთქვა პატარა გაჯეტებს რაღაცებს ამუშავეთ მაგრამ ამას დაახლოებით 1800 ვატი ჭირდება და ამისთვის დამჭირდა მთელი გენერატორის გამოწერა და ველოდები აი ეს ბრენდი არის რა ბრენდია კოსოვი ავი თუ მოგინდებათ იცოდეთ რომ კარგი ბრენდია მართლა რაღაც პატარ რაღაცებიც გამოვწერე აღარც მახსოვს იმდენი ხანი ამას ვინახავ და არ ხსნი რომ ვიდეოში გავხსნა და ის პირველადი ის ემოცია რაც მაქვს ყალბი არ გამოდგეს ეს ისა უი ეს ჩამომივიდა მეგობრებო კატანის საკიდი გამოვიწერე რა ვინც არის ლაშა გელაშვილის ვიდეოში ძალიან ბევრი საჩუქარი მოვიგე და ერთ-ერთი იყო კატანა უძალიან მაგრეს ხო და მინდა რომ აი ამ კედელზე ჩამოვკიდებ ამ კატანას ესე ლამაზად ცოტა უნდა ღრმად ბექნა
აბა მეორეს დამაგრება მეზარება. ვა, კარგად შევიდა. დავიღალე, მაგრამ მგონი კაია. ეს ყურსასმენის საკიდი. მოკლედ, ყურსასმენის საკიდი ძალიან ბევრი მაქვს რა გამოწერილი და არასდროს არც ერთი არ ვარ და იმედია ეს მაინც გამოდგება. ესეთი მქონდა რა, ყურსასმენის დასაკიდებელი. რომელსაც ასე ვკიდევდი, მაგრამ ძალიან ეფამფლავება, მოფამფლავებულია და ვერასდროს ვერ ეჭირება კარგად. ეხლა გამოვიწერე ეს. საკმაოდ ისეთია, მყარია. ბევრად მყარი არის და ეს წავიდა. ხო, დამატებით ისაგრო შეგიძლია აქ ნებისმიერი კაბელი იმას აქვს. ნახე, ეს შეგიძლია ესე შეატრიალო და შიგნით შეუშვა და კაბელი ამოაძვრინო და აი მაგალითად თუ ტელეფონს ტენი და არ გინდა რომ იფოფხიალოს შენმა იმან, რა ქვია, კაბელმა შეუშვებ და კაბელიც უჭირავს. მაგარია, ხო? ეგარი. აი ეს მომეწონა. მომეწონა რა, ყველა გასაკეთებელი. ვახში. ეს არის აბაზანის ჩამოსაკიდებელი. აბაზანაში დუშის ეგრეთ წოდებული დუშის ჩამოსაკიდებელი. ჩვენი აბაზანა სადაც გვიკიდია დუში, მოკლედ ამ ტანჯა. ეს ნუ ავაძროთ. კაი. всё, კი ბატონო. ესე გავაკეთოთ. და ოპა. მოკლედ, ეს აკეთებს ვაკუუმს ხალხო. და ვაკუუმით იჭერს. ვაკუუმის ტელეფონის სამაგრი მაქვს გამოწერილი, რომელიც მანქანაში მაქვს დამაგრებული და არასოდეს ჩამოვარდილა. სკაპ. დებილობას არ ჯობია, მას მე მოვხსნი და ოპა. ვა. მოძრაობითაც მოძრაობს ეს. W შენაძენი. კიდე გამოვიწერე ესეთი რაღაცეები, ნახეთ. არ ვიცი, ჩანს იმედია. შარვალი როდესაც ძირს გეფოფხიალება ასე ვქოთ რა, მაგისთვის არის. ძალიან კაპიკები მივეცი, მოკლედ ყველაფრის ფას ამოვანათებ და მიხვდებით რა ღირს. ეს რასაც ხვდები, შიგნით უნდა დაიმაგრო, დავისკამეთ ამას. მე მგონი დავისკამე.大家好，今天给大家推荐这个扩奖防偷电神器。 კაი, მივხვდი. ეს უნდა გამოწიო. აი ესე. ვა. გავტეხე. შენიდედა. ამ შარვალს სულ დავაფართხულე პაკეტი კითხულობდნენ რა. ესე იმასა. და უნდა ჩასვა. აჰა. აბა, არა მეფახუნება ფეხზე, არა. მოკლედ ხალხო, ეს არის ძალიან ცუდი შენაძენი. ელ შენაძენი, მაგრამ კაპიკები მაგ გადახდილი და ავიტო დიდადა. ასევე გამოვიწერე მაუსი. ეხა მიდევს, როიცოდეთ. აი ესეთი მაუსი არის. ბრენდის სახელი არის M-Choose, მეგობრებო. სრულ რეკომენდაციას ვაძლევ. შეგიძლიათ ამრეც ენდოთ ისე როგორც Logitech-ს და როგორც Razer-ს ენდობთ. ჩვენთვის ბაზარზე ძალიან დიდი ადგილი უკავია. ახლაც რო ჩაწეროთ, ძალიან ბევრი ამერიკელი, ვინც ამ მაუსების რევიუებს დებს, იქ ნახავთ, რომ ერთ-ერთ ძალიან ისეთ მაღალ შეფასებას ღებულობს ეს ბრენდი. ამასთან ერთად კიდე M-Choose და არის კიდე ATK. ATK, ეგრე აწერი. აუცილებლად გირჩევთ ამ ორ ბრენდს, თუ კი გინდათ რომ ცოტა ისე ბიუჯეტში გამოძვრეთ რა, რაღაცას თუ დააპირებთ რომ იყიდოთ რა. ძალიან ბევრმა მომწერა, ძალიან ბევრს გამოაწერინა და ძალიან ბევრი არის კმაყოფილი. ამაუს აბსოლუტურად ყველაფერი გააჩნია. 8K ჰერციდან დაწყებული wireless-ი არის, ძალიან დიდ ხანს ძლევს და ჩემი ხელის გრიპისთვის არის იდეალური. ძალიან ბევრი მაუსი შევიცვალე ბოლო 1 წლის მანძილზე და ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე. რა ვისწავლე მთელი ამ დროის განმავლობაში. სანამ მაუსს აარჩევთ, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გიჭირავთ მაუსი. არსებობს 3 ძირითადი ხელის გრიპი. მაუსის ჭერის სტილი. ეს არის ერთი palm grip-ი, რომელიც ძირითადად მაუსზე გადადებულია ხოლმე ხელი, ასევე არსებობს claw grip-ი და არსებობს finger tip-ი. სანამ ვიღაცები გეტყვიან, რომ ეს ძალიან მაგარი მაუსია, ძმა, იქამდე აუცილებელია ამ ინფორმაციის ქონა, იმიტომ რომ ყველა ხელის ზომა და მაუსის ჭერის პოზიცია განსხვავდება. არსებობს ასეთი საიტი Elo-Shapes-ი, სადაც შეგიძლიათ მაუსების ზომა, წონა და ფორმა შეადაროთ. ეს არის ძირითადად რაც უნდა იცოდეთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს იმ ბრენდებს, რომელიც აქამდე ვიცოდით, რადგან ჩინეთის ბაზარი ძალიან წამოეწია და ზოგ შემთხვევაში ასწრებს კიდევაც აწყობის ხარისხით და მონაცემებით. ეხლა მოვიდა დრო და ჟამი, იმხელა ყუთი არის, რომ არ მეტევა შემოსასვლელში რომ შემოვიტანო. ამიტომ მომიწევს აქ დაშლა ამ სავარძლის და შეტანა და იქ უკვე გაშლა თემის რამდენად კარგი არის. ვახჩ.
იმენა კინოა ძმაო, რამდენ დამცავ შიდევს. არ არსებობს. აწყობილი დევს. იმიტომ ამ ხელაყუთი. ესეთი რამე გინახავთ? სავარძელი აწყობილი მოდის თვითონ სახლამდე. ეს ნამეტანი პრემიუმ მომსახურება არის, რომელსაც ნახდად არ ველოდი. აჰა, როგორ მიხარია. ოიმე, რამდენია ჩემი. ოპა. თავარი. ეს. მოკლედ ამას მოყვა თავისი ფეხის დასასვენებლად. სავარძელს აქვს ელექტროსაზურგე. ანუ რას გულისხმობს? მოყვება ესეთი დამტენი, რომელიც უკეთდება აი აქ და შეგიძლიათ აი ეს ლამბარი, ანუ წელის მიდამოები ელექტრონულად აკონტროლოთ. აბა, პირველი ჩაჯდომა. ოიმე. ამას აქვს დამატებითი ფუნქცია. მასაჟი. რაღაც დღეში ერთხელ ან ორჯერ ეს სტრეჩ გიკი, ანუ გწელავს რა. ავტომატურად 5 წუთის განმავლობაში ღმერთო რა კომფორტულია. ესეთი კომფორტული თავის დასადები ბალიში არ მაქვს ეგეთი კომფორტული დედას ფიცაო. იმდენად კომფორტულია მეგობრებო. მთელი მუღამი ამისი არის ის, რომ აი ეს შეგიძლიათ ფეხები დაალაგოთ და დაწვეთ. დედა. არა, ეს სავარძელი არ არის. ეს არის ცალკე ერთოთახიანი ბინა თავის საძინებლით. ხო. ძირითადად ყველა სავარძლის პრობლემა ის არის, რომ ის ბალიშები რაც მოყვება ხოლმე. ანუ ვერ აკონტროლებ, არის მიტყეპებული იქ და ანუ არ გწდება. ეს კი შეგიძლია აი ესე გამოწიო, აქვე გაქვს რა. აქვე ამ მდგომარეობაში ხარ. ამათ ოფიციალურ საიტზე ღირს $1200-მდე დაახლოებით, მაგრამ მე ჩინეთიდან გამოვწერე. უფრო ნაკლებ ფასად. ძალიან ბევრი ნეგატიური რევიუ აქვს და ძირითადად ამერიკელების რევიუებია, იმიტომ რომ ისინი ზომით დიდები არიან. სიმაღლეშიც და წონაშიც და ეს სავარძელი ვერ არის მათზე მორგებული, იმიტომ რომ აზიურ რეგიონისთვის არის შექმნილი რა. ეხლა ნახეთ. ნახე როგორ მომყვება. ხედავთ? თვითონ ეს მექანიზმიც მოძრაობს რა. ძალიან მაგარია. გაუცებული ვარ. ალეკუმიტე ხალხო. ეხლა რა შეეხება სავარძელს. კარგი, მოკლედ არ მინდოდა რომ პირველადი შთაბეჭდილებები შემომეხვია, ასე ვთქვათ, თქვენთვის და საკმარისი დრო არ მიმეცა ამ სავარძლისთვის და ისე არ მომეცა რევიუ. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რაღაცებს ვერ ვამჩნევთ, ასე ვთქვათ, თავიდან და მე დროთა განმავლობაში რაღაცები იჩენებო. რამოდენიმე სიტყვი დავახასიათებ ამ სავარძელს რა. დადებითაც ვიტყვი და უარყოფითაც. ამ სავარძელს დადებითი რაც აქვს, ეს არის რომ ძალიან დიდი ხანი შემილია ამ სავარძელში ვიჯდე, ისე რომ წელმა არ შემაწუხოს. ეს ძალიან დიდი კომფორტია და რომელიც აქამდე არც ერთ სავარძელს არ მოუწია მოკლედ ჩემთვის. ასევე ძალიან დიდი კომფორტია ის ფეხის დასადები რომ და შეიძლება გადაწყვეტო ნებისმიერ მომენტში როგორც გინდა ისე მოისვენო მოკლედ სავარძელში. არა მარტო კომპიუტერთან დაждომის მიზნით ჩაძინება შეგიძლია ძალიან ჩვეულებრივად ამ სავარძელში ისეთი კომფორტულია. მომწონს აბსოლუტურად ყველანაირი აი ეს მექანიზმი როგორ შემილია დავარეგულირო, სადაც მინდა წავიდეთ, უკან გვერდებზე შემილია შემოვიტანო ესე და მოკლედ 1000 ის არის რა. 1000 ვარიაცია შეგიძლია გააკეთო. მინუსები რაც ამ დღეების განმავლობაში შემოჩნია არის ის რომ ეს ხელის მოსაკიდებლები, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად მოძრაობენ. ვიცოდი რომ ისეთი იქნებოდა რა, სუსტი სახელურებია. სუსტი იმას გულისხმობს რომ მარტივად იცვლის პოზიციას. ხელის მოკიდებით ძალიან მარტივად. არ ჭირდება რაღაცა ძალის დატანება. ერთი მინუსი კიდე შემოჩნდა ის რომ ოდნავ ცხელი არის. ოდნავ ცხელი არის და აი ეს მინუსი შეიძლება თუ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს. დამცხება აბა რა იქნება 7-8 საათი ამ კომპიუტერზე რო ვიქნები, ცხოვრება არ გამაში და წადი, გადი, დალიე მეგობრებთან და რაღაცა გააკეთებ. შეიძლება. ჩვენი ბედნიერება ძალიან მარტივ რაღაცეებში არის კომპიუტერი და გდომოდეს მაგაცებთან ერთად თამაში. მაგაცების არ მყავს, მაგრამ არა უშავს. ეხლა ნამეტანი გაწოდეთ თავს. კაი, მოკლედ. ბევრი მისვავდა კითხვას. წინაზეც რომ გამოიწერე რაღაცები, მეკითხებოდნენ სულ იმას, რომ რაბან საიდან იწერ. ხო და სათავოდ რო არ გიწეროთ ეს პასუხები, მოკლედ მე ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში გამოვიწერე USA თუ ჯორჯიათი.
ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მე ავიათი არ გამოვიწერია, სახმელეთო გამოვიწერე და თვენახევარი ველოდი ამ ყველაფერს. იმიტომ რომ იაფია სახმელეთოთი გამოწერა და არ მინდოდა ეხა ამ საوارძეში ისედაც ბევრს ვიხდიდი და ისედაც ძალიან ძვირი გადავიხადი ამ ყველაფერში და ეხა კიდევ დამატებით გამბაჟებაში და წონებში არ მინდოდა ბევრი თანხა წასული. დანარჩენი საوارძელი იქნება თუ რა იქნება, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გამოუშვათ კომენტარებში, შეიძლება რაღაცები გამოურჩეს და კომენტარებში დამიცვით თუ რამე კითხვა გექნებათ, არანაირი პრობლემა არა, ყველას გიპასუხებთ. თუ კი ამ ტექნიკაზე იქნება და იმ ნივთებზე რაც მაგ გამოწევდა და გაინტერესათ რეალურად როგორია და რანაირად. ამას რეკლამას მე არ უწევ, ამაში ფული არ არის გადახდილი რომ მე ამ საوارძეს უბრალოდ ეს საوارძელი აი ესე უბრალოდ ინტერნეტში მივაგენი, ასე ვქო, მაინტერესებდა და ჩემი ინტერესის გამო გამოვწერე. რავი, იმედია მოგეწონათ, იცოდეთ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ღმერთმა დამიფაროს რომ რაიმე სახის ფული ავიღო მე საერთოდ მსგავსი რაღაცეებისგან, მე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. აბა თქვენ იცით.